და მოგაშორეს, ხო? ეხლა როგორც ახსენეთ, გსურთ საქართველოს შექმნათ ორი ავტოქარხანა და აქედან გამომდინარე მაქვს ერთი კითხვა. თქვენი აზრით, სად არის დღეს საქართველოს როლი პოლიტიკურ-ეკონომიკურ კაზე და ამ ავტოქარხნის შექმნიდან დაახლოებით 10-5 წლის შემდეგ სად იქნება საქართველოს როლი? მე რო პირველი პირი ვიყო, პირველი რასაც გავაკეთებდი ავტოქარხანას. დაჩქარებული წესით ისე რომ სახელმწიფოს $1 არ დავახარჯიებდი. და ახლა მეტყვით რომ მუშახელი თქვენ ხო ხედავთ პაკისტანელები უფროა დღეს ვიდრე ქართველები ხო? ზუსტად ეს არის ჩვენი უბედურება, ჩვენ პოლიტიკაში არ ვერკვევი მე, არც ვერევი, არც ვსაუბრობ. მე ვამბობ იმას, რასაც თქვენ ყოველ წუთს ხედავთ. ჯერ იმ ადამიანებს ყველა ჩამოვიყვანდი იმ მეთოდით, რასაც მე გეუბნებით და მიმხედავდი სოფელს. და იმ მასაც არ გეტყვით ახლა, ჯერ ვერ გეტყვით, სად გავაკეთებდი? ხო გითხარით, სად გავაკეთებ? მუშახელი თავისით ჩამოვიდოდა და როცა ორი ავტოქარხანა გაქვს საერთაშორისო საქართველოში, ეს უკვე არის ქვეყნის მშვიდობის გარანტი. და ახლა მეტყვით, რომ სად გაყიდი ამდენ მანქანას საქართველოში? საქართველოში გავყიდი 100 და მთელ მსოფლიოში გავყიდი მილიონობით. ეს ქარხანა მარტო არ ემსახურება საქართველოს, ეს იყიდება მთელ მსოფლიოში. დიდი სურვილი მაქვს, რომ თქვენი დახმარებით ჩვენ ეს გავაკეთოთ. თქვენ იმიტომ ღებულობთ ამ ცოდნას, მე თუ არ მომისმინეს, თქვენ უნდა დააყენოთ ეს საკითხი, ხო? თქვენ უნდა დააყენოთ და თქვათ, რომ ჩვენ ამას გავაკეთებთ. ძალიან დიდ მადლობას გიხდით, ბატონო გელა. ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო ინფორმაციული. დღევანდელი შეხვედრა ინტერაქციულად წარიმართა, ჩვენს წევრებს ჰქონდათ კითხვის დასმის უფლება. და ვფიქრობ, ყველა მამოწურავი პასუხი მიიღო. ჩვენთვის მართლა დიდი პატივია ჩვენი სესიაც იხურება და თქვენისთანაც წარმატებულ ბიზნესმენს როცა შევხვდებით და მივიღებთ ცოდნას უშუალოდ ლაივ რეჟიმში და მართლაც ჩვენ საომავლოდაც შეგვიძლია დავგეგმოთ ფართომასშტაბიანი შეხვედრები, სადაც უფრო დიდი აუდიტორიაც გაიგებს ამის შესახებ. ჩვენი წარმომადგენლები არიან საზღვარგარეთაც და ძალიან დიდი ინტერესით უცდიან, თუნდაც დღევანდელი ვიდეო რაც ჩაიწერა, როცა ეს გამოქვეყნდება და მართლაც მადლობა შემიძლია გითხრათ მხოლოდ ჩვენი სახელით. პირიქით, დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ და ერთი რაღაცა გთხოვოთ. უფრო მეტი შევხვდეთ ერთმანეთს და უფრო დავილაპარაკოთ და დამიჯერეთ. მე გეტყვით 5 პროექტს. ხვალინდელს არა, დღევანდელს და თქვენთან ერთად 5-ვეს გამახორციელებთ. ჩვენ სახელმწიფო თქვენ დაგიჯერებთ, თქვენ სტუდენტები ხართ, ახალგაზრდები ხართ და თქვენ დაგიჯერებთ. მე ვიქნები პასუხისმგებელი, რომ პირველი რასაც თქვენთან ერთად გავაკეთებ და ეს 3 თვეში იქნება ზუსტად რომ ვიტყვით და